გამარჯობა. გამარჯობა. გითხარი შენი სახელი და გვარი. ნარმინ დნიამალიევა. მუსალა ალაჯესური. მე მქვია ჰასან ალიევი. ვასიმ ისმაილ. ახმედოვა რამანი. ნუშაბა ალიევა. სოლმას ხუსინова. მე მქვია ფიდან რსამოვა. რუსალ ალიევი. ენიხ კაისანა. ზენა ყვარმა. ნინი გოგოც. მე მქვია ლამია დასტამროვა. ელვირა მირზაევა. რამდენი წლის ხარ? 17 წლის ვარ. 16. 7. 17. 15. 15. 16. 14. 14. 16. საყვარელი საგანი სკოლაში. ისტორია. ინგლისური. მათემატიკა. ინგლისური და სამოქალაქო განათლება. ინგლისური. ბიოლოგია. რა გინდა რომ გამოხვიდე? მინდა გამოვიდე ისტორიის მასწავლებლად. ინგლისურის მასწავლებელი. მე მინდა რომ გამოყვიდე ექიმი. სტომატოლოგი. ჰექტარი. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. პროგრამისტი. ადვოკატი. საყვარელი სპორტი. ცურვა. კალათბურთი. ჯოგბურთი. ფეხბურთი. გრემბურთი. გალათბურთი. ფეხბურთი. კალათბურთი. საყვარელი წიგნი. რომანები. რომეო და ჯულია. ჰარი პოტერი. მსოფლიოს გეოგრაფიული ატლასი. ვეფის დროასანი. აღიარება ხელისყულს. ნოდა დონბაძეს მეფებია ილიქო და ილარიელი. რომელ ქვეყანაში გინდა რომ იმოგზაურო? ბელორუსია. დუბაიში. ამერიკაში. საფრანგეთში. სამხრეთ კორეაში და ირანში. ეგვიპტეში. ესპანეთში. ინგლისში. ამერიკაში. იტალიაში. ავსტრალია. რაზე ოცნებობ? მინდა გავხდე ისეთი მაგარი მასწავლებელი, რომ ჩემი მასწავლებისთვის გამოვადგე. რომ გავხდე ინგლისურის მასწავლებელი. მე ოცნებობ რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში. მე ოცნებობს მანქანას ვავდეს. მე ეს ოცნებ, რომ აი დედამიწა ესე იყოს, ყველა თანასწორი იყოს, ყველა ბედნიერი იყოს და ყველა იყოს თანასწორი. პირველად ვაცნებობ რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში. მეორე მექაში წასვლა და მესამე სამხრეთ კორეაში წასვლა. ვოცნებ რომ გამოხვიდოთ კარგი პროფესორი. ოცნებ რომ ექიმი გავხდე. წარმატებით მინდა სკოლა დავამთავრო და უნივერსიტეტში. ოცნება რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო და ადვოკატი გავხდე. მინდა რომ დიდი გავხდე უნივერსიტეტში, უნდა ვისწავლო და ჩემი ოჯახს დავეხმარო. რა გაბედნიერებს? როდესაც ვარ მომზადებული ყველაფრისთვის. საჩუქრების მიღება. ოჯახი, მეგობრები. როდესაც მონაწილეობ პროექტებზე. ჩემი ოჯახი. მუსიკას მოსმენს. რა გაბედნიერებს, როდესაც ჩემი დედა თურქეთშია და როდესაც მოვას მიხარდება. როგორია კარგი გოგო? როდესაც განათლებულია და ყველაფერი შეუძლია. განათლებული. ლამაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი, ლამაზი. ჭკვიანი, ბეჯითი. ჭკვიანი და კარგად სწავლობს. განათლებული, ლამაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი, ლამაზი და თანასწორი. კეთილშობილი. კეთილი. კეთილი. ჭკვიანი. როგორია კარგი ბიჭი? როდესაც არის ბუდავს გოგოების და ქალების ბუდავს. პატვის ცემს გოგოებს. უფროს ადამიანს პატვის ცემს. სიმპათიური. ჭკვიანი. გოგოებს უნდა პატივისცემოს კარგი ბიჭი. მისი ფიქრები არ იყოს ცუდი თავის ოჯახზე. ბიჭი, რომელიც არ უნდა ფიქრობდეს უთანასწორობაზე. სერიოზული, ეგეც ჭკვიანი და თავაზიანი. მშვიდი და სერიოზული. ვინ არის შენი როლური მოდელი? მამძრეოსებაში. მამძრეოსებაში. მამა ჩემი. პიცა. დედა. როლი მოდელი არის ჩემი დედა. ნანა ლოლურჩვილი. დედა ჩემი. ჩემი როლური მოდელი არის ნათია ქარიმოვა, ჩვენი მასწავლებელი ინგლისურის. დედა ჩემი. ამან მასწავლებელი. რატომ? იმიტომ რომ არის აქტიური ქალი და ყველაფერი შეუძლია თავისუფლად. იმიტომ რომ აქტიურია და ძლიერია. მინდა რომ ჩემი გმირია.
სტომატოლოგი. ინგლისური მასწავლებელი არის და მე დამინდა რომ ინგლისური მასწავლებელი. დედაჩემმა უნივერსიტეტში არ ჩააბარა და მე მეუბნება უნივერსიტეტში ჩააბარა. იმიტომ რომ არის კეთილი, კარგი მასწავლებელი არის, ბავშვებთან ურთიერთობა კარგი არის, განათლებული არის და ძლიერი ქალი არის. მაგრამ როცა ვინავილო, როცა ვიდირებ და ჩემი ყოველთვის ჩემგან არის. იმიტომ რომ ის როგორც მტკიცედ არის ისე ქალები და ისე მაგრად ასწავლის. იმიტომ რომ ჩემზე უზრუნავენ და მინდა რომ კარგი ადამიანი გავხდე. როგორც გაგიცემენ, ძალიან კარგი ქალი იყო, საყვარელი, თავაზიანი, თბილი და თქვენიც იყო. იმიტომ კარგი ხსნის გამოვეთლები და ძლიერი ქალი. ერთი დღით ყოვლისშემზე რომ იყო რა შეცვლიდი. ქალები იქნებოდნენ ძლიერები თავისი ქვეყნისთვის. ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას. გოგოებს და ბიჭებს უფლებებს თანასწორობა გავაკეთე. დედამიწას, სადაც არ არის ძღალი გაგეთებდი, სადაც არის მშიერი ადამიანები, საჭმელების დავრაგებდი, სადაც არ არის ხეები, ღვაწლები, იქაც გაგეთებდი. თემში ნაადრევი ქორწინებას შეცვლიდი. ჩემს თემში ქალების მძიმე სამუშაოს შევამსუბუქებდი. ხალხს. ხალხი. დედაჩემს გავაცოცხლებდი ცოტა ხნით მაინც. ბევრი გოგოს შეეწყოთ მიიღოთ განათლება. როცა მომავალზე ფიქრობ, სად ხედავ შენს თავს? სკოლაში, როდესაც მასწავლე ჩემი მასწავლებლებს გაკვეთილებს. სკოლაში, როდესაც ბავშვებს ვასწავლე გაკვეთილებს. უნივერსიტეტის მეოთხე კურსი. უნივერსიტეტში. რომ ჰექტანი ვიყო, მას ხედავ. მინდოდა რომ უნივერსიტეტში ვისწავლო, კარგი მომავალი ყოფილიყოს. თუ უნივერსიტეტს ფიქრობ, ვიქნები უნივერსიტეტში. ამერიკაში ექიმები რომ ვიყო, იქით ხედავ. ახლა მომავალში უნივერსიტეტში და მე ალბათ სკოლაში ბავშვებთან. ადვოკატი. უნივერსიტეტში.